მთელი ცხოვრება მეგონა, რომ არ მქონდა ემპათიის უნარი და აზრი შევიცვალე მას მერე, რაც 7 თვის წინ დავიწყე ყოველდღიური კონსისტენტური მედიტაცია. ადრე ძალიან მიჭირდა სხვა ადამიანების ემოციების აღქმა და მათთან დაკავშირება. თლად ყოველთვის არა ცხადია ფსიქოპატი არ ვარ უბრალოდ. ვერ ხვდებოდი, როდესაც ადამიანები იძახდნენ, რომ ადამიანების ემოციებს გრძნობდნენ, ზუსტად ვერ ხვდებოდი, რას გულისხმობდნენ. წლების განმავლობაში მეგონა, რომ ემპათიური ან იბადები ან არა, მაგრამ მედიტაციამ მასწავლა, რომ ემპათია არის სკილი, რომლის შეძენაც ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია. შეიძლება გეგონოთ, რომ მედიტაციის შედეგად გავხდი ძალიან ემოციური და მგრძნობიარე და ამის შედეგად განმივითარდა ემპათია. მაგრამ სულაც არ არის ესე. აღმოვაჩინე, რომ ემპათია ნაკლებად არის დაკავშირებული იმასთან, თუ რამდენად გრძნობიარეები ვართ და უფრო მეტად არის დაკავშირებული ჩვენი ყურადღების მართვასთან. ემპათიის ნაკლებობა გამოწვეული იყო იმით, რომ ადამიანებს არ ვაქცევდი სათანადო ყურადღებას. სხვადასხვა ამ ვიდეოზე ფიქრის დროს მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი ღრმა ბავშვობაში დასწავლილი ქცევა. მეგონა, რომ ემოციურობა იყო ცუდი რაღაც და სპეციალურად შეგნებულად არ ვაქცევდი სხვა ადამიანების უარყოფით ემოციებს ყურადღებას, რომ მეც არ გადმომდებოდა. როგორც კი ამას მივხვდი, დავიწყე ადამიანების შეგნებული დაკვირვება. როგორ მოძრაობდნენ, როგორ გამოიყურებოდნენ, რა მიკრომიმიკები ჰქონდათ, მაშინ, როდესაც რაღაცას განიცდიდნენ. და რამდენიმე თვეში ეს დაკვირვება გახდა ავტომატური, ანუ ინტუიტიური. და ჩემმა ტვინმა ისწავლა, როგორ უნდა აკრიფოს საჭირო ინფორმაცია იმისთვის, რომ დააინტერპრეტიროს ადამიანი რას გრძნობს. და ეხლა ვიღაცას რომ შევხედავ, თითქოს ავტომატურად გრძნობ, რას განიცდიან, თითქოს მის ენერგიას გრძნობ. მარი ფიქრობთ, რომ ამაში რაღაცა მაგიურია და აურებს ვკითხულობ. უბრალოდ შემგონებას ვასწავლე, რომ ავტომატურად ამოიცნოს პატერნები, რაც ამ შემთხვევაში არის ადამიანების ემოციები. ტვინი ინფორმაციის 99%-ს ამუშავებს ქვეცნობიერში და ხშირად არც თუ ისე კარგად. და მედიტაცია გვაძლევს საშუალებას, რომ ამოვიტანოთ ეს გარღვევები ჩვენი ქვეცნობიერიდან ცნობიერში და შევაკეთოთ. ეს არის ერთგვარი ფსიქოტექნოლოგია და ამიტომაც ვხედავთ ბოლო დროს მედიტაცია როგორ ინტეგრირდება სხვადასხვა კოგნიტურ მეცნიერებებში. როგორც დასავლეთში გამოიგონეს მეცნიერება, რომელიც ჩვენს გარესამყაროს შეისწავლის, ზუსტად ასე აღმოსავლეთში განავითარეს ეს პრაქტიკა, რომელიც ჩვენი შინაგანი სამყაროს დაკვირვებაში გვეხმარება. როგორც უკვე ვთქვი, 7 თვე არის, რაც აქტიურად მედიტირებ და თვლი რომ ჯერ კიდევ ძალიან დამწყები ვარ, მაგრამ ორი რაღაც მაგდებს შოკში. პირველი არის ის, თუ რამხელა ტრანსფორმაცია განიცადა ჩემმა აზროვნებამ ამ უმოკლეს პერიოდში და რამდენი ბენეფიტი მივიღე ამ პრაქტიკისგან და მეორე არის ის, რომ ვხედავ, რომ ეს ბენეფიტები 5%-იც კი არ არის იმისა, რაც რეალურად შეუძლია, რომ მედიტაცია მომცეს. და მინდა გითხრათ, რომ ეს ძიება და ექსპლორეიშენი ცხოვრებას ძალიან საინტერესოს ხდის.